იმედი ჯერ კიდევ არსებობს. ალიშვილო, თუ გაყვები, იცოდე ფეხებს დაგამტრევ. ჭკუას ისწავლის და დაბრუნდება. ამ ოჯახის უფროსი შენ არ ხარ, გასაგებია? სახლიდან ასე წასვლა ნებისმიერ შეუძლია, მამა? შენს გინდა წასვლა? იცი კარი სადაცაა, წადი. როცა პრობლემები გექნება, აქ მოსული არ დაგინახო. მამა, რას ამბობ? აბა აქ რას გახარ? თქვენს ოთახში ადით. სწრაფად. ღმერთმა დაგწყევლოს. თავი დამანებე. მეც და ჩემს შვილსაც თავი დაგვანებე. შენ რომ თავი დაანებე რა მოხდა? გინდა ცუდ გზას დაადგეს, არა? ყველაფერ შენ სასიკეთოდ ვაკეთებ, მაგრამ უმადური ხარ. უმადური. ღმერთმა დაგწყევლოს. ვისმინეთ. ამ სახლიდან გარეთ ვერავინ გავა. მე მივდივარ. უმოთ, შენთან მოდიოდი. რა ხდება? სად მიდიხარ? მეჩქარება იახია. უნდა დავილაპარაკოთ. ბევრი რამ გვაქვს გასარკვევი. მაშინ წადი და მუსას დაელაპარაკე. ჩემი აზრი რომ გაინტერესებდეს, ერთხელ მაინც მოხვიდოდი და დამელაპარაკებოდი. სხვის მიცემულ პირობაზე ვალდებული არ ვარ გიპასუხო. უმოთ. უმუთ, დამელოდე. წამოდი, წავიდეთ. ხელი გამიშვი. იახია გვიყურებს. არ გამაგიჟო, სახლში წამოდი. ხელი გამიშვი მეთქი. ეს ყველაფერი შენი ქალიშვილის გამო ხდება. ღმერთი არ გწამს არა? შვილთან გამიშვი. თუ გინდა შენმა შვილმა გაიგოს, ვინ მოკლა მისი საყვარელი მამა, მაშინ წადი. წადი, ვნახოთ რა სიტყვის. მიდი. იცი რა გამახსენდა შვილო? პირველ თუ მეორე კლასში რომ იყავი, ერთი გოგო შეგიყვარდა. რა ერქვა? არზუ. ხო, არ დაგვიწყებია. ოჯახმა ანკარაში წაიყვანა. მაშინაც არ გეძინა. არ ჭამდი. ამად ღირდა შვილო. დეპრესიაში ვიყავი. გახსოვს, დედას ბეჭედი წავიღე და არზუს ხელი ვთხოვე. დედა სკოლაში დაიბარეს. მერე მისი ოჯახიც მეზიზღებოდა და ისიც. ცხოვრება დამინგრიეს და წავიდნენ. ეს ბავშვობაში იყო შვილო. მაგრამ ახლა ხომ პატარა აღარ ხარ. თავს ასე ნუ იდანჯავ. ვიღაც გოგოს გამო ეს ღირს. მართალი ხარ. არზუს შემდეგ ასეთი გულწრფელი გრძნობა არ მქონია. ქალბატონო რეფეკა, ამას ვერ აღწერ და ვერც ადვილად დავივიწყებ. გონია არ ვცადე? მაგრამ ეს გრძნობა ჩემშია. არ გამოდის, ვცდილობ, მაგრამ ვერ ვივიწყებ. უმუთი მძულს. მაგრამ შემდეგ მისი თვალები მენატრება. ფიქრობ, ახლა რას უყურებს? რაზე ფიქრობს? რას გრძნობს? ნეტავ თუ იღიმება. ხმები როგორ აქვს, გაშლილი თუ აწეული? ძალიან მიყვარს. მიყვარს გაშლილი როცა აქვს. გაივლის, ესეც გაივლის, ვიცი? ისევ ბედნიერი ვიქნები, ვინმე შემიყვარდება, არაჩვეულებრივი ცოლი მეყოლება. Geçecek canım bu da. ეს სიცარიელი აღარ მექნება.
დარწმუნებული ვარ. ყველაფერი კარგად მექნება. ბედნიერი ვიქნები. ბედნიერი. და ბევრი შვილი მეყოლება. შეჭამე. კეთყოდი, არ ინერვიულო მეთქი, მაგრამ სულელურად გამომივა. Ama saçma olacak. კარგი, ასე ნუ მიყურებ. წინადადება მაინც დამასრულებინე. ხო, მინდა დავასრულო, Önce doğru მაგრამ არც კი ვიცი რა გითხრა. კარგი, არ ინერვიულო. İlla her şey. მალე ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგდება. შეიძლება დედა შენს შეეშინდა. ჰალე, მუსა რატომ გადავარჩინე? ხომ დაპირდა ქმარს გავეყრებიო. მუსა გადარჩა და ყველაფერი დაავიწყდა. დედა აღარ მყავს. Sinirden iyice saçmalamaya ბრაზისგან უკვე ზედმეტები მოგდის. rekora gidiyorsun. საავადმყოფოში დავინახე, როგორც უყარხარ. უმჯობესია ის მიზეზი ნახო, რის გამოც ზაფერი მას აკავებს. Sen onu bul önce. Ya bu kadar taviz. არ მესმის, ასე რა უნდა აუცლევინებდეს აზრს. Annemden bahsediyoruz. ჩვენ ხომ დედა ჩემზე ვლაპარაკობთ. Kendi yanında kavrulan kadın. ესე იგი, როცა მეუბნებოდა შენს გვერდით ვარო, მაშინაც ატყუებდა. Fatma'sıyla ფატმასთანაც გაუფუჭდა ურთიერთობა და ამასაც ვერ მპატიობს. Sen önce შენ ჯერ საკუთარ თავს აპატიე. საკუთარ თავს და ოზანს. aslında გულღიად რომ გელაპარაკა. ჰალე, გასაღები გამომართვი. bak üstten de გარის დაკეტვა არ დაგავიწყდეს. şimdi kimseye სინანი სანამ დაგინახავს სადი. gitmesinler seni. როგორ ხარ ზვირფასო? შენი ბიულეტენი ხვალ არ იწურება? ხო. ჰალესთან გასაღებისთვის მოვედი. რამდენიმე დღით მასთან დავრჩები. რა ხდება? რამე პრობლემაა? არა. უბრალოდ ძალიან თხოვა. ჭკუა საერთოდ არ გაქვს? Başına talip ბედი გეწვია და ყველაფერზე უარს ამბობ. olmaya çalışıyorsun. Bak ben შესაძლოა რომ ვიყო ოზანს ხელიდან არ გაუშვებდი. ერთი წუთით. sen შენ საიდან იცი მის nereden შესახებ? biliyorsun talihini kuşunu? dükkanda სალონში რაც ხდება? bırak. მეც ვიცი. Yani. Neyse. Hadi. აბა წავედი დროებით. არა, მოიცადე. Demek ესე იგი იცოდი ოზანი ვინც იყო. bile სულელად ჩამთვალა, შენ კი თვალი დახუჭე? Kafayı mı? გაგიჟდი? Ben ne მე bileyim. რა ვიცი თქვენ შორის რა ხდებოდა? ოზანს კი არ ვყარაულობდი. göz yok. თვალი დახუჭე. Tabii o არაფერი იცოდა. შენ კი სამსახურში მაშინვე მიიღე. anlaşma შეთანხმებული იყავით. გრცხვენოდეს. ya. რამდენი წელი ვიმუშავეთ ერთად. მისგან ასეთი სარგებელი რა ნახე? მითხარი. İşinize bakın be. საქმეს მიხედეთ. Kalkın siz de. მისმინე უმოდ. მესმის, შენთვის მტკივნეულია, მაგრამ თვალები გაახილე. Hıncını გასაგებია რომ ვინმეზე გინდა ჯავრი იყარო. bir sürü. ამ შეცდომას გბატიობ, მაგრამ იცოდე, აღარაფერს გაბატიებ. ზედმეტი არ მოგივიდეს და ნერვები არ მომიშალო. Anladın mı? გასაგებია? Fatih. კარგი ფატიხ. işin სამსახურიდან მივდივარ. senin olsun. Umut. უმუთ, Hale bırak. უმუთ მოიცადე. ჰალე თავი დამანებე გთხოვ. ზედმეტი მოგდის. Tamam. ფატის მე დავამშვიდებ. ჰალე, არ გაბედო. Sakın. Yavrum. არც სამსახური გაქვს, არც პოლი გაგიჟდი. Ya delirtme. გამაგიჟეს, ვისაც კი ვენდობოდი, ყველა მიღალა და. Elimde kalıyor ya. Bunu არაფერი მოხდებოდა, ფატის სიმართლე თავიდანვე რომ ეთქვა გესმის? anlatsaydı hiç თავიდანვე უნდა ეთქვა. işini მასთან ვერ ვიმუშავებ. Açlık. მირჩევნია შიმშილით მოკვდე. Bak şimdi უხერხულ მდგომარეობაში მაგდებ. ne yapayım? Basayım mı? სამსახურიდან მეც წამოვიდე. Bize iş mi yok canım? ჰალე, ეს ჩემი საქმეა. Şu an en შენ სისულელე არ ჩაიდინო. saçmalama sen de. წავედი. Eve სახლში რომ იქნები შემატყობინე. Saat. ჩაცმულობითაც გამოირჩეოდა. Bir de öyle şey. როცა უეცრად მუშაობას თავი დაანება, მე გავიკითხე და გავიგე რა ოჯახის შვილიც იყო. Öncesinden თავიდანვე საიდან უნდა მწოდნოდა. söyledim beni pişman. ყველაფერს არანებელს მიხდით. Olmadan har har üstüne. არც კი გიკითხავთ ისე მეჩხუბებით. ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. Kalkmış bile. არავისთვის მithქვამს სადი მეთქი. ხოლო ვინც შუაგზაზე მიმატოებს, Beni დაბრუნებას არც ვთხოვ. Dön diye გესმის?
ხომ გაიგე? არავის. ვერც მათ, ვინც ვერ მაფასებს. Karşısındaki ბევრ ამეზე ხუჭავდი თვალს, მაგრამ ვისაც წასვლა უნდა? gitmek კარი ღია. საბირ მესმის, მაგრამ შენ ის კი არა, პერსონაჟი გიყვარს, რომელსაც ანსახიერებს. Karaktere aşıksın. გადაღებები არ დასრულებულა, ასე არაფერი გამოგვივა. Sorun çözülür değil mi? ჩვენ ხომ 26 სერიაზე შევთანხმდით. Sözleşmemiz var biliyorsun. რეჟისორი ისე მაგიჟებს, როლში ვერ შევდივარ. აქამდე ჩუმად ვიყავი, მაგრამ აღარ შემიძლია. მირჩევნია საქმე სასამართლოს გადავცე. საკმარისია, მაქალთან კიდევ 26 სერია როგორ უნდა ვიმუშაო? გამაგებინეთ. აღარ შემიძლია. მეც მაქვს მოთმინება. კარგი. კარგი, მესმის. სიტუაციას გავიგებ და შეგეხმიანები. 2 დღე დაისვენე, კარგი? Bir iki gün. ნახვამდის. Tamam. Hadi. ნახვამდის. Duygu. დუიგო, მათმა კამათმა დამხალა. იქნებ შევარიგოთ. სცენარისტებს დაელაპარაკე. გოგო 2 სერიაში არ ჩასვან. Kıza bir iki. ან ავარია მიაწერონ, ან კომაში ჩააგდონ. რამე მოიფიქრონ, კარგი? Şeyler, anladın mı? თორემ გავგიჟდები. არზულს ხომ არ მივცეთ ეს როლი? გონია არზუ განსხვავდება? მერე მასთან ექნებათ პრობლემები. Kaprisiyle uğraşacağız. გისმენს ევგი? ბატონი რიფათი რეკავს. უთხარი დამაკავშირონ. კარგი, დააკავშირე. გისმენთ ბატონო რიფათ, რა ხდება? გამარჯობა, როგორ ხართ? კარგად, თქვენ? დირექტორს რომ დაველაპარაკები, მერე გავიგებ. ისედაც სასწრაფო დამიბარა. შევატყობინებ, რომ მოხვედით. კარგი. Anlıyorum. მესმის დეიდა ზელიხა, მაგრამ თქვენს ქალიშვილს ხომ იცნობთ? Şimdi მისამართი რომ მოგცეთ, მომკლავს. მაგრამ თქვენი განაწყენებაც არ მინდა. კარგი. ama bak. მაშინ უმუთი დაიფიცეთ, რომ მუსას და ზაფერს არაფერს ეტყვით. Demek yok. კარგი. Gönder. შეტყობინებას გამოგიგზავნით და რომ წაიკითხავთ, მაშინვე წაშალეთ. Hadi. Babamın მამას მოსწავლეობის პერიოდია. önce fark etmemiştim. ნახე? იქ შენი ფოტოებია. თქვენი ოჯახის სამი თაობა სწავლობდა აქ. რიუსგარი კარგად სწავლობდა. მისგან ბევრს ველოდებოდით, მაგრამ მშობლების დაკარგვით მიღებულმა ტრავმა მიმოქმედა. ამიტომ მივდიოდი დათმობაზე, ვცდილობდით შესაგვებლად რომ მიგვეცა. კლასის დამრიგებელი პირადად ინტერესდებოდა მისით. ვიცი, ხშირად ვსაუბრობდით. მაგრამ მას ვერ ვუგებთ. თქვენ
დიდი მოთმინება გამოავლინეთ. რამდენჯერაც არ უნდა გითხრათ მადლობა, მაინც ვერ გამოვხატავ მადლიერებას. შეიძლება ბევრს ვითხოვ, მაგრამ იქნებ ბოლოჯერ აპატიოთ. ახალ სკოლაში ადაპტაცია ფსიქოლოგიურად კიდევ გაუჭირდება. მესმის, მაგრამ დავსაჯეთ. ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ ის კლასში წესრიგის დამყარება უკვე შეუძლებელია. ეხლა ცუდი ასაკი აქვთ. მის ქცევებს ვეღარ ვმალავ. შენ ხომ იცი სკოლის წესები? მაპატიე, მაგრამ ვეღარ ვაპატიებ. გამორიცხულია. ხომ ხვდები არა? მართალი ხართ. ყველაფრისთვის დიდი მადლობა, დირექტორო. ღმერთმა ქნას მისთვის ასე სჯობდეს. რომ დაინახავს, რომ მისი ნამოქმედარით ისჯება, იქნებ ჭკუაც ისწავლოს. მადლობთ. ნახვამდის. რიუსგა როგორ ხარ? გონი ისევ დამსაჯეს. არა უშავს. აკაორობა ისედაც აღარ მომწონდა. ერთ დღესაც გიჩვენებენ სეირს, ნახავ. ამ ამბავს პოზიტიურად შეხედე. სადმე საზღვარგარეთ წამიყვანს ასავლებლად და შენც დაისვენებ. რიუსგარ. მეც და მამამაც ეს სკოლა დავამთავრეთ. ეს ტრადიცია სავითაა. ჯობდა აგესალა. დუიგო. მე და რიუსგარი სახლში მივდივართ. კარგი სკოლა მომიძებნე. მნიშვნელობა არ აქვს სად იქნება. კარგი, მერე დაგირეკავ. მომისმინე. თვალებში შემომხედე. ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. საკმარისია. მამა შენი იტალიელი იყო? არაჩვეულებრივი მაკარონია. ძალიან ბედნიერი ვარ. Vallahi nefis signora. Eve geldim. კარგია, როცა შიმბრუნდები და სახლის საჭმელი გხვდება. Keyfi de bambaşka. ფათიხმა თქვა, რომ სამსახურიდან წასვლა არ მithოვიაო. მოკლედ, მოდი და ისევ მიგიღებს. უმუთ, ყველაფერს ხალში ნუჩაყრი. Etme. თავიდან არც მან იცოდა არაფერი. ტყუილია. Ya Fatih. ფათიხისნაირი მკაცრი კაცი ოზანისნაირ გამოუსწელ თანამშრომელს რატომ მიიღებდა? ალბათ რაღაც სარგებელს ელოდა. სულელი ვარ. ამას ვერ მივხვდი. თუმცა არა უშავს. ფათიხთან აღარ დაბრუნდები. Hadi bırak. Davuçkarı. Hatırlaşmayı da acele et. სასეირნოთ მივდივართ. Nerede hareket? Orada ჩვენი უბნის ღამის ცხოვრება ვნახოთ როგორია. gece hayatına akacağız. გილს თქვენთან ჩაი მოჰქონდა. გილ წაიღე, ახლავე მოვალ. კალბატონო რეფეკა, ეს თქვენ მოგიტანეთ. როგორც კი დავინახე, ვიფიქრე მოგეწონებოდათ და მაშინვე გიყიდეთ. რატომ შეწუხდით? რა შეწუხებაა, ხელნაკეთია. ვინც დაამზადა შვილივით უყვარს და ძლივს მომყიდა. მართალიცაა. ზოგიერთი რამის შეფასება შეუძლებელია. Haklı. Bazı emekler ნამდვილად შეუძლებელია. დიდი მადლობა. მადლობას მე გიხდი. შვიდობაში. აბა მაჩვენე. ასეთი ყოფილა ჩემი ბედი. ბიჭი იტანჯება. მე კი ეს უნდა ჩავიცვა და თავი მოვიწონო. gezecekmiş. ქერემ, ბატონო, ხომ იცი ის გოგო სად მუშაობს? ვიცი? დაო, ამ საქმეში ნუ ჩაერევი. მინდა ის გოგო ჩემი თვალით ვნახო. მაინტერესებს როგორია. ქერი, მისამართი დამიწერე. ნუ გეშინიათ, საქმეში თქვენ არ გაგრევთ. ახლავე. გითხარი, მაგრამ არ დამიჯერე. აქ იგრძნობა ცხოვრება. აი შეხედე. Şuradaki beyaz იმ ჭაღარას ხედავ? buradaki სულ აქ არის. senin değişmez. ყოველ დღე ამ სკამზე ზის. არაჩვეულებრივი ბატონია. ჰაკი ჰქვია.
წუთში 70-ზე მეტი მზეს უმზირა არავის უჭამია. რეკორდი ჯერ ვერავინ დაამყარა. ვინც სცადა, კომაში ჩავარდა. Baksana kızım. რას ამბობ? Diyeti. Çifteli. შეხედე საქმეს რა სერიოზულად უდგება. ორივე ხელით მუშაობს. Geliyor. უყურე. Şimdi დედა ასე უნდა იქცეოდეს? bir შვილს დღეში 3-ჯერ სცემს. imtihanı. ეს ერთი. საბრალო. ეს ჯერ არაფერია. ნახე რას უზამს. ახლა გადაურჩა. შენ რა ყველას იცნობ? არა, უბრალოდ ჩემი წარმოვიდგენ ხოლმე. Sen kızım. მიდი შენ სცადე. ვინმე შეხედე და მასზე რამე ისტორია მოიფიქრე. Öyle. Ama aşağı კარგი გასართობია. model. Bak sen de dene. Kesin მე ასე ვერთობი ხოლმე. kız hikayesini. Çok eğlenceli oluyor valla. რაზე ფიქრობ? Hayır, მართლა მაინტერესებს. merak ediyorum. Sen ne რა სჭამ, რა სვამ, რომ ასეთი რამის ჩადენა შეგიძლია? Gamsızlığa çevirebiliyorsun? Hem მასწავლებელს თავს როგორ დაესხი? სკოლიდან გამოგვიცხეს და დანაშაულს არც კი აღიარებ. ძალიან მაგარი ხარ? ამას როგორ აკეთებ? ეს ტყუილია. შესვენების დაწყებამდე 3 წუთი იყო დარჩენილი. მოვიდა და ბურთი წაგვართვა. მეც ვუთხარი, რომ უბრალოდ თამაშობდით. Vermem değil. ვუთხარი, არ მოგცე მეთქი. Hamle yaptım. რომ არ წაერთვა გავითამაშე. თითქოს ბურთს მას ვესწროდი. მან კი გააზვიადა. რიუსგარ, შენს ოთახში ადი. წადი და შენს ნამოქმედარზე და ნათქვამზე კარგად დაფიქრდი. Sen ასე დღეში როდემდე უნდა ჩამაგდო? bak o რატომ სჯი? Annem ის ავარია ჩემ გამო არ მომხდარა. ben de onunla მშობლები მე არ მომიკლავს. ისინი მეც დავკარგე. ეს ჩემთვისაც მტკივნეულია. მეც მენატრებიან ისინი. ჩემ გარა გინდა. Onların boş მათი ცარელეს ვერავინ შემივსებს. hayatına görebilmeyi belki. შაქარი არ მინდა, გმადლობ. Ay Erkan. ერკან გეფიცები. წლები ვერაფერს გაკლებს. თვალს ვერ გაშორებ. არაჩვეულებრივად გამოიყურები.
ძალიან ხო არ გინდა. ასე შენი ლამაზი თვალები ხედავენ. სუდე, მითხარი, რისი თქმა გინდა? სწორედ ახალი პროექტის შესაფერისი ხარ. დასვენება მოგიხდა. სცენარი რომ წაიკითხო, მიხვდები რის თქმასაც ვცდილობ. ეს სცენარი შენთვისაა დაწერილი. Rol senin için. შენზეა ზედგამოჭრილი. ქალბატონი დილა ისევ გრძელდება. წელს მასზე ვმუშაობ, ამიტომ ძალიან გთხოვ, არ გინდა ამაზე ლაპარაკი. კარგი ძვირფასო, არსად გვეჩქარება. ეს მომავალი სეზონის პროექტია. Proje. ვიცი რომ დაკავებული ხარ. გუშინ ხომ არ დამიწყია მუშაობა? Çocuk yaptın şimdi Allah aşkına. ხო, მაპატიე. ძალიან დავიღალე. დაღლილი ვარ აქეთ-იქით სიარულით, ფრენით. გადაღებების მერე დასვენება მჭირდება, დამშვიდება, რელაქსი. Biliyorum telaş. კარგი მესმის. ვიცი რომ ეს საქმე ძალიან დამღლელია. შენ ჩემთან მოდი. დაგასვენებ. მოდი და ნახავ. Önce ben seni çok güzel dinlendim. ყველაფერი კარგად იქნება. Bizim ajansa. მე შენ დაგეხმარები. სუდე, ძალიან კარგად მიცნობ. სააგენტოსთან არასდროს მიმუშავია. არც მენეჯერი მყოლია, ძალიან გთხოვ, ამაზე ნუ მელაპარაკები. ვიცი ძვირფასო, ვიცი რომ სააგენტოებთან არ თანამშრომლობ, მაგრამ დრო მოვიდა ცხოვრებაში სიახლე შეიტანო. Da hazırlar bir tanem. საყვარელო, ასე კარგად ვარ. დიდი მადლობა, მაგრამ გპირდები. ერთ დღეს სააგენტოსთან მუშაობას თუ გადავწყვეტ, აუცილებლად შენთან მოვალ. კარგი, რა გაეწყობა? წარმატებებს გისურვებ. უკაცრავად? გისმენ. კარგი? ახლავე წამოვალ. ახლავე. სუდე მაპატიე, ახლავე უნდა წავიდე, მეგობარმა დამირეკა. ქორწინების 10 წლის იუბილე აქვს. აუცილებლად უნდა მივიდე, მაპატიე. 10 yıl ხო, 10 წელი დიდი დროა. კარგია რომ აღნიშნავენ. კარგი დრო გაატარე. კიდევ ერთხელ გეუბნები. ოდესმე სააგენტოსთან თუ ვიმუშავებ, აუცილებლად შენთან მოვალ. სხვა რამე ხომ არ გინდა? sağ ol. არა ძვირფასო, დიდი მადლობა. თუ რამე დაგჭირდება, დამირეკე. კარგი ერქან. მადლობა. მადლობა. დროებით, ჩემს სააგენტოში გელოდები. დაგირეკავ. კარგი, კარგი. ნახვამდის. ნახე რა კარგად ხართ. სოციალურ ქსელში გავაზიარე და მაშინვე 37 მოწონება ჰქონდა. მართლა? სურათის დადება არ მომწონს. ჯობი აიღო. კარგი. არ არის პრობლემა. ხო, მართლა. გონი სასწავლებელში მამა ჩემთან ერთად სწავლობდი არა? ძალიან პატარაა ეს სამყარო. ქაზი მიჰქვია. მოიცადე ფოტოს გაჩვენებ. Dur bak fotoğrafını göstereyim. სუდე რასაკეთებ? გაგიჟდი? სუდე რასაკეთებ? შენ თვითონ რას აკეთებ? სუდე ძალიან გთხოვ, საკმარისია. Vay be. ამას უყურე ერთი. უყურე ამას, ხოჩახ. სუდე საკმარისია, შენ გამო საქვეყნოდ შევრცხვით. Sen yarı სამარცხვინო ის არ არის შენზე უმცროს გოგონებს რომ ეფლირტავები. ჩემს ცხოვრებაში რატომ არსებობ? საზისღარო ადამიანო. რა დაგიშავე? საიდანაა ეს სიძულილი? შენ პროდუსერად მე გაქციე. შენ რომ ხარჯავე ფული ჩემია. bir adamdın. ჩემია ეგ ფული. Yapımcı. არ მინდოდა თავი დამცირებულად გეგრძნო. არ მინდოდა თავ მოყარეობა შეგლახოდა და ავტორიტეტული ადამიანი გაგხადე.
Halbuki sen არც კი დავფიქრებულ ვარ და ამიტომაც ვარ ამ დღეში. sırf onu oraya oldu. იმისთვის გარჩინე, რომ ზურგში დანადაგირტყა. Sormadım bile. Sormadım. უმადური ხარ. Haldeyim. Sen მე შენგან ამის ღირსი არ ყოფილ ვარ. deyince bıçak ამას არასდროს დავივიწყებ. ben seni. საჭირო არ იყო შენ დაგემცირებინე, იმიტომ რომ ელოდი. საკუთარ თავს თავად როდის დავიმცირებდი. გინდოდა შენს წინაშე ქედი მომიხარა. შენთვის დამეჯერებინა, რომ უშენოდ ვერაფერს შევძლებდი. სუდეს კაპრიზები, სუდეს სტრესები, სუდეს მიზნები, სუდეს წარმატებები. ყოველთვის შენს ხასიათზე ვიყავი დამოკიდებული. და ეს ჩვეულებრივი რამ იყო. ჩემზე არც კი ფიქრობდი. უმადური ხარ. შენსავით. მუხჩა უხრელად ვშრომობდი, მაგრამ ვერ დაინახე. მეც მუშაობდი სუდე. ყველაფერი ერთად შევქმენით, შენს უკან მოსიარულე ძაღლი არ ვარ, მეც ბევრი რამ გავაკეთე. Ondan mı ben და ამიტომ, რაც მე მომპარე ყველაფერს იმ შენს პატარა გოგონას აძლევ, yapmaya çalışıyorsun? Onun რომ გაქებს და ბედნიერი თვალებით გიყურებს ბედნიერი ხარ არა? yeterince yüksek რა სიტყვი? bari. ხო, იმ გოგონას თვალში დიდი პიროვნება ხარ. Yeterince ნამდვილად ასეა. o kız çocuğunun gözünde. ახალი მიზანი ხომ გაქვს? მეტი რა გინდა? განა ის არ გინდოდა? საკუთარ თავს თავადაც ვერ იტან. გამოდმებით ცდილობ საკუთარ თავს გაექცე. დავიღალე სუდე. მხოლოდ იმისთვის ვერ ვიმუშავებ, რომ ვიცხოვრო, ამიერიდან ცხოვრებით დავტკბები, მაგრამ საკუთარი წესებით და ბოდის არავის მოუხდი. მართალია, შენი წესები უფრო სწორი არა? კარგი. როგორც გინდა ისე მოიქეცი. მანქანის ხარჯებს კომპანიაში გამოგიგზავნი. დღევანდელ საღამოს ნაყინი მოუხდა. წონაზე ხვალ ვინერვიულებ. დღეს თავს შევიკავებ. გამარჯობა, საღამოშვიდობის. რატომ მოხვედით? ანუ კარგი ამინდი რომ არის მაგიტომ? თუ კარგი ამბავი გაიგეთ, თუ როგორც წესი საღამოობით გამოდიხართ და ასეთ ცდილობთ ყურადღების მიპყრობას. უბრალოდ მოვედით. მე და ჩემი მეგობარი ვსეირნობდით და ჩვენი ყურადღება მიიქციეთ. შეგვიძლია ვისაუბროთ? შეიძლება აქ ჩამოვჭდეთ. Ne güzel olur. რა კარგი იქნებოდა. Biz de çok isterdik. საუბარი ჩვენც გვინდა, მაგრამ მამა ჩემი კომისარია. Ama benim babam komiser. Yani onu ანუ მისგან დაუკითხავად არ შემიძლია. veremiyorum. როგორც მოგეხსენებათ, თვალები და ყურები ყველგან აქვს. Yani yalan თუ თქვენი მეგობარი სამხედროა, ვთხოვ, იქნებ თქვენ და თქვენი მეგობარი მიგიღოთ. isim alayım. არა, არ შეგაწუხებთ, ნახვამდის. კარგად ბრძანდებოდეთ. რასულელი ხარ? Eskiden böyle ადრე ასეთი არ ვიყავი. ცხოვრება მასწავლა. საუბარი უნდოდა. ისიც კი არ თქვა სინამდვილეში რა უნდოდა.
კომისრის იდეა როგორ მოგეწონა? კარგია არა? Demek ki გამოდის გამოგონილი მშობლები უფრო საიმედოები არიან. İlle კარგი გეყოფა. 2 წუთიც არ შეიძლება რომ ხიარულად ვიყოთ. gülemeyelim. საყვარელო. ძალიან გთხოვ, უფლებას ნუ მისცემ, რომ მთელი საღამო ჩაგვიშხამოს. მანქანა სულ და კაცრა. ფსიქოლოგის დახმარება სჭირდება. არანორმალურია. აკი შევნიშნე, მაგრამ აღარ გითხარი. არ მინდოდა გენერვიულა. მეგონა ისე წავიდო და ვერ შეგვამჩნევდა. ძვირფასო, თურმე ამდენი ხნის განმავლობაში რას იტანდი? ჯობს არ მოგიყვე. მართალი ხარ. დღეს შენი დაბადების დღეა. უფლებას არ მივცემ ეს დღე გაგვიფუჭოს. შვილო, ვახშმობა დაასრულე, ა? თუ მორჩი ადექი და ხელპირი დაიბანე. რაც ხურ ჩამოშვებული ზიხარ. მამა, რაღაც მინდა გითხრა. გესმენ. ოთახში ძალიან ვიწროდ ვართ. მართლა. ჩემი და მოიშორე და მისი ოთახის დაკავება გინდათ, არა? უმუთის ბრალია. მას უნდოდა ასე მომხდარიყო. აბა ოთახი ცარიელი იყოს, მამა. გეყოფათ ლაბარაკი. უმუთის სახლში დაბრუნდება. ეხლა კი წადით და საქმეს მიხედეთ. ზელიჰა. მოდი აქ. დაჯექი და მომისმინე. მისმინე. ოზანი ძალიან მდიდარი ბიჭია. უმუთი ცოლა თუ გაყვება, პატიოსნებასაც გადაირჩენს და ცხოვრებასაც აიწყობს. იპოვე და დაელაპარაკე. უჭყოდ არ მოიქცეს და ბედს ზურგი არ აქციოს. ყველაფერი მის ხელთაა. არ უნდა. რა ჯიუტია. ცოტა თბილად რომ მოგცეო და ეს ბიჭი ცოლად შეირთავდა. ეს ამბავი ჩვენ უნდა მოვაგვაროთ. გასაგებია? საქმე უმუთის ბედს ეხება. ზაფერ, მაგ საქმიდან სარგებელს ვერ ნახავ. დაივიწყე. ჩემი შვილი სახლიდან წავიდა. შენ კი რაზე ფიქრობ? ღმერთო ჩემო, თითქოს რაიმეც უცვამბობდე. უმუდზე რომ დარდობ ეგეც დანაშაულია რა? Allah Allah ya.
რივსგარ. სუფრასთან მოდი, ყველაფერი გაცივდება. თავი დამანებე, სკოლაში მაინც არ მივდივარ, ამ დილა ადრიანსად გეჩქარება. შეხვედრა მაქვს, ადრე უნდა წავიდე. წადი ნახონდის. ბიჭო, სუფრასთან ჭამე. დივანზე ნამცეცები არ დაყარო. 5 წლის არ ვარ. ძვირფას დივანს არ დაგისვრი. მომხედე. დიოგომ სკოლა მოგიძებნა. დირექტორს დღეს უნდა შეხვდე. ტყუილა დროს ნუ კარგავ, ჯობს იმეცადინო. სასწავლო წელი ახლა დაიწყო, არ ჩამორჩები. სუფრა ალაგე და სახლიდან არ გახვიდე. გაიგე? კარი ჩამიკეტე. უფრო მშვიდად იქნები. ჩემს კი არა, საკუთარ ცხოვრებას ინადგურებ, ჯობია ამას მიხვდე. დიდი ხარ უკვე. რა გამხმარია? მაბატიე დღეს შევნიშნე, რომ ასე გახმა. რომ დავბრუნდები, ყველაფერს მოვაგვარებ. თავარია საღამომდე გაუძლო. მაბატიე, მაგრამ მე სტუმარი ვარ. ანუ ჩემი ადგილი ვიცოდე? რას ამბობ? მაშინ ნუ მებოდიშები. მაგდენი ფული მაინც მაქვს. დონ კიხოტო. ჯერ სამსახური იპოვე და საკიდლებზე მერე იფიქრე. არ გამაბრაზო. დები ვართ და საჭმელსაც გავიყოფთ. გასაგებია? ილოცე რომ დღეს რამე სამსახური ვიშოვო. ასეც იქნება. გაგიმართლებს. კარგი, ახლა უნდა წავიდე. თავი დაანებე. მე ავალაგებ. კარგი ძვირფასო, წარმატებებს გისურვებ. დროებით. დეიდა ზელიჰა? ჰალე. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, ჰალე. დილამშვიდობისა. ის სახლია. რა კარგია რომ შეგხვდი. სახლში ჩუმად უნდა მომეცა. ეს შენ კონდეს. ეს რა არის? ცოტა ფულია. მხოლოდ ამის გადანახვა შევძელი. მინდოდა უმუთისთვის მიმეცა, მაგრამ არ გამომართმევს. რომ დასჭირდება მერე მიეცი. ცოტაა, მაგრამ რამეში გამოიყენებს. არა, ჩვენ როგორღაც ვახერხებთ თავის გადანას. ჰალე. ჩემს გოგონას ცოტათი მაინც დავეხმარები. ძალიან გთხოვ. შენ მე დამეხმარე. სულ დამავიწყდა უმუთი მუშაობას დღეს არ იწყებდა. მე რაღაც საქმე მაქვს და ადრე გამოვედი. სამსახურში ისიც მალე წავა. აი ის სახლია. დიდი მადლობა შვილო. ამჯერად რა დაგავიწყდა? დედა? მოხვედი? ესე იგი, ჩემს სასაყვანად მოხვედი. შეიძლება შემოვიდე. 5 წუთით ვისაუბროთ. გისმენ დედა. გელოდები. ახლა რა მიზეზით გინდა სახლში დამაბრუნო? ზაფერმა გითხრა ახლავე სახლში მოიყვანეო არა? რა თქმა უნდა. მეწველი ძროხა გაექცა და ამაზე დარდობს. ეშინია რამე არ დაგემართოს. კარგი რა დედა, კარგი. წავიდა და ოზანის ოჯახს დაელაპარაკა. უთავ მოყარეო. დედა, ძალიან გთხოვ, მითხარი. მისი ასე რატომ გეშინია? ვიცი რომ არ გიყვარს. არ მესმის. რატომ არ ტოვებ? სხვის ცუდს. საკუთარი ცუდი მირჩევნია. ცხოვრება ისეთი მარტივი არ არის. შენ რომ გონია შვილო. დედა რაღაცას კითხავ და სიმართლე მითხარი. ამას მაინც ვიმსახურებ, ხომ ასეა? მამასთან ხელი რატომ არ მოაწერე?
Neden? ოფიციალურად რატომ არ დაქორწინდით? ზაფერმა თქვა კიდევ რაღაც არისო. შენ კი გააჩუმე. მითხარი კიდევ რა მოხდა? არაფერი შვილო. არაფერი. Babam მამას ნამდვილად ვუნდოდი? Bunu ben ეს ჩემს დაბადებამდე იყიდა არა? Işık ხელიდან არ მიშვებდა. kucağına მისი თვალის ჩინი ვიყავი. anne. İndir. ძალიან ვუყვარდი. დედა ასია ხომ? დედა მითხარი რომ ისთვის ძალიან ძვირფასი ვიყავი. ესეც ტყუილი იყო? ყველა ის ამბავი, რასაც მასზე მიყვებოდი. Ya neden არ ვაინტერესებდი არა? izin verdin? Ben რატომ მიეცი უფლება მის თვალწინ გავზრდილიყავი? yaptım ya. წლების განმავლობაში მივტიროდი ადამიანს, რომელსაც არაფრად მივაჩნდი. Misin? მინდოდა შენს მოგონებებში მაინც ყვარებოდი. ოცნებებში მაინც ყოფილიყავი ბედნიერი. წადი და ზაფერს უთხარი. გაიხაროს რომ მამა წამართვას. კიდევ ერთხელ გიმეორებ დედა. ან ის, ან მე. Ben yokum. არჩევანი შენზეა. გამარჯობა. ალო? ბატონო რაგიბ, ბატონი ზაფერი მოვიდა. ვინ? შეხვედრა არ გაგვთ დანიშნული, მაგრამ უთხარით უმუთის მამა ვარო. კარგი, შემოუშვი. გამარჯობა. აქ როგორ მოხვედი? ტექნოლოგია წინ მიიწევს ბატონო რაგიბ. სულ რაღაც ორღილაკს დააჭერ და ყველაფერს პოულობ. Her yeri buluyor veletler. მე შენთან სათქმელი არაფერი მაქვს. აქ რა ნამუსით მოდიხარ და მაწუხებ. ამას როგორ ბედავ? Baba იმისთვის რომ შვილს მამობა გავუწიო, აუცილებლად თქვენსავით მდიდარი უნდა ვიყო? öyle ყველა ზემოდან უყურებთ, diyorsun, köpek გარეთ აგდებთ. diyorsun. Da მაგრამ ჩვენ ადამიანები ვართ. insan Ragıp Bey. Malum ადამიანები ბატონო რაგიბ. შეიძლება ქონება არ გვაქვს, მაგრამ ნამუსი გვაქვს. parayla pulla თქვენსავით ფულით არ ვფარავთ.
ჩვენს სამარცხინო საქმეებს. geleceğine შენმა შვილმა ჩემს შვილს მომავალი წაართვა. ახლა როგორ გათხოვდება? ოჯახს როგორ შექმნის? anladın mı? მორჩა, მისი ცხოვრება დამთავრდა, გესმით? ჩემი შვილი მოატყუა, გამოიყენა და მიატოვა. Şimdi ახლა დაქორწინდნენ. kıysın bir nikah. მერე კი თუ უნდათ განქორწინდნენ. მე თანახმა ვარ. სხვა? სხვა არაფერი გინდა? ჩემ შვილს მახე დაუგეთ. თქვენი ჭკუით ცხოვრების გამარტივების საშუალება იპოვეთ. ოდნავით ამოყარეობაც რომ გქონდეს, აქ ვაჭრობას არ დამიწყებდი. შეგრცხვებოდა. წადი და შენის თანა იპოვე. მიბრძანდი. Yani ესე იგი, გირჩევნიეთ ეს ამბავი გაზეთებში მოხდეს. cümle თქვენც და ჩვენც თავი მოგვიჭრას. კარგი. კი ბატონო, ben მე სათქმელი გითხარით. Şimdi ეხლა კი თქვენი ფიქრეთ. bana მე წავედი. მაშანტაჟებ? შენ ფიქრობ გაზეთი შემაშინებ? vallahi ჩვენს უბანში ვინმე სამარცხინო საქმეს რომ ჩაიდენს, yaptı mı? Biz yüzümüzü ერთმანეთს თვალებში ვეღარ ვუყურებთ. საინტერესოა, თქვენთან რა ხდება? ალბათ თქვენ ჩვენზე მეტი ნაცნობი და მეგობარი ყავთ. მაშინ გაგახსენდება ჩემი სიტყვები. მაშინ ყველაფერს გაიხსენებთ, დაიმახსოვრეთ. დიახ, ბატონო რაგიბ. კარგი. ბატონო ზაფერ. ბატონი რაგიბი გთხოვთ, რომ მის კაბინეტში დაბრუნდეთ. ვნახოთ. ეს ღირსებას შეგინარჩუნებ თუ არა. თქვენი შვილის საქციელის რომ არ შეგრცხვეთ, ალბათ აი ეს დაგეხმარებათ. თქვენ ვერაზროს გაიგებთ, რას ნიშნავს, როცა შვილის საქციელის გამო გამცირებენ. დამიჯერე, შენი განადგურება იმაზე იაფი დამიჯდება, ვიდრე აქ წერია. ვერავინ გაიგებს, რა მოგივიდა. მაგრამ შენს დონეზე არაზროს დავეცემი. უკანასკნელად გაფრთხილებ. თუ ეცდები ფული გამომძალო, საკუთარი ხილით გაგითხრი სამარეს. ღმერთმა ამისგან ჩემი მტერიც კი დაიფაროს. მესმის. რა თქმა უნდა მესმის. კი. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის. Bu piyasada yollar კარგი საყვარელო დროებით. ცოტათი უნდა დავმშვიდდე, თორემ თავს ვერ შევიკავებ და ვინმეს ვეჩხუბები. მერე კი ვინანებ. რა პირფერები არიან? Barla falan bırak. გუშინ ფეხქვეშ მეგებოდნენ? დღეს კი ყველამ ზურგი მაქცია. Daha dün kapımda როგორ შეიძლება ასე? çiziyor. ქალბატონო სუდე, თავიდან პატარა. არც ისე ცნობილი სააგენტო გქონდა. მაგრამ მერე ძალიან გავიზარდეთ და ცნობილი გავხდით. Peki evdeki ის გოგო ხალხის ხმის როლზე დაამტკიცეთ, არა? evin kızı rolünde ısrar etmediniz mi? O ikimiz için ეს ორივესთვის დიდი წარმატება იყო. evdeki ხალხის ხმამ დიდი წარმატება მოგვიტანა. ნამდვილი ლეგენდა იყო. კარგი. ღვთის გულისათვის, წარსული რა გასახსენებელია. Yeni bir იმას გულისხმობ, რომ ახალ ლეგენდას უნდა ჩავუყაროთ საფუძველი. ვისაც დავურეკეთ, ყველა დაკავებულია და ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. kimse ვერავინ ვნახეთ და საქმე ფუჭდება. bir de yeni ამიტომ ახალი სახე გვჭირდება. başlameleri de çok normal. Bize ახალი სახე უნდა ვიპოვოთ. yani, ბერილ, ანუ საქმეს შევუდგეთ. lansman gecesi. Umut'ta ამბობდით უმუთი ამისთვის გამოდგებაო. მეც სრულიად გეთანხმებით. katılıyorum.
Acaba diyorum. იქნება ეს საკითხი განვიხილოთ. Bir gözden geçirsek. ლამაზი გოგო არა? ფოტოგენური. კარგი გამოხედვა აქვს. Su gibi. Evet evet. დიახ, რომ მოყურებ ქსიამოვნებს. Görüyorsun kızım çok hoş. მართლა კარგი გოგოა. თითქოს ერთი ჩვეულებრივი გოგოა, მაგრამ განსაკუთრებული ხიბლი აქვს. კი, განსაკუთრებული ხიბლი აქვს. ბერილ, იცი უსამართლოდ გექცეოდი. Ya bu kız ნახლა გონება დახშული მაქვს. çok შენ კი იცი როგორ მიშველო. hadi kalk წამოდი. kızım. სად? Nereye? რას ქვია სად? ჩვენს უკანასკნელ იმედთან. კარგი გოგონა მეგონა. ის ამიტომაც ავირჩიე. მაგრამ მისი საქმე სასამართლოშია თუ სადღაც. რა და როგორ? არაფერი ვიცი. სირცხვილია, ცოდვას ნუ ამბობ. რას ამბობ? ასე რომ არ იყოს, რატომ იმალავდნენ? ჩემი თვალი დავინახე, ჩემოდნით მიდიოდა და უკან დედამისი მისდევდა. აღარც ვიცი პატიოსანია თუ არა. ღმერთმა მიშველა და გადამარჩინა. გამოდი. გარეთ გამომყევი. მე შენ კაცი მეგონე. მადლობა ღმერთს რომ უმუთმა შენ არ აგირჩია. უმუთის სახელი კიდევ ერთხელ რომ ახსენო. ენას ამოგაძრო, გაიგე? ვერ გადამირჩევი. ჩემი ხელით ამოგაძრო მაგენას. ხომ გაიგე? კარგი ძმაო, კარგი, არასწორად გაიგე. ბოდის გიხდი, მაპატიე. კიდევ ერთხელ რომ შეგეშალოს. იცოდი არ გაცოცხლებ. არ გაცოცხლებ, შენ აძირალა. აქედან გაეტრიე. ძმაო კაზიმ, ეს კაცი აქ შემოსული აღარ ვნახო. რა სჭორაობს? ჩემი რა ბრალია. ხალხს პირს ვერ ამოუკერავ. ყველა ვინ შემოდის ამაზე ლაპარაკობს, მოაკეტინე. თუ საჭიროა, უთხარი წავიდნენ და სხვა განიჭორაონ. იგივე რომ განმეორდეს. თავად გაუსწორდები ყველას, მომყოლსაც და მსმენელსაც. ეს სირცხვილია. ერთმანეს თვალებში როგორ უნდა ვუყუროთ? მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. კარგი, კარგი, ღმერთო ჩემო. არაფერში მიმართლებს. ნახე დიდებული საუკუნის 200 სერია გადაიღეს. Muhteşem 200. ჩვენ კი არაფერი ვიცით. აქვს ხედვართ, ლობიოს ვარჩევთ და სახლს ვალაგებთ. საკუთარი ცხოვრებისთვის არ გვცალია. მამაც არ ბრუნდება. Bir de babam მალე გავგიჟდები. bilmiyor mu? Deli ჩვენ საერთოდ არ ვუყვარვართ. ჩვენზე არ ფიქრობს. ხომ იცი რაც უყვარს? შენც ხომ იცი არა? ხელფასი რომ არ გქონდეს, გაგიჟდებოდა. იმის ნება რომ მოგცეს, ჩვენ უფრო მეც გამოვიმუშავებდით. Nasıllar biz daha sağlam paralar kazanacağız da. სად არის? ძმაო, უმუთი სად არის? სად წავიდა? ანუ როგორ წავიდა? ვინ გაუშვა? İzin არავისთვის უკითხავს ძმაო. ალი და ზელიჰა რომ ვერ დაიყოლია, ადგა და წავიდა. რას მიყურებ? ეგ გასავლე? შენი და სად გაუშვი? სად? მე გაუშვი? მამა მითხრა აქ იყავი, უფროსი მე ვარო, თითქოს რამე საგვარებდეს. უმუთი ხალესთან წავიდა. ასე დაიბარა. მე რატომ არ ვიცოდი? ყველაფერს ხვისგან რატომ ვიგებ? მითხარით რატომ? მამამ გაგოფრთხილა არ თქვათ, მე თვითონ მივხედავო. ახლა წასულია და ეძებს. ძმაო, უმუთის ადგილას რომ ვიყოთ, ჩვენ ასე დაგვიცავდი? რას ბოდა გოგო? რა მნიშვნელობა აქვს? შენ იქნები თუ ის? იმ სულელს მარტო ხომ არ დავტოვებთ? მომისმინეთ. ამიერიდან ამ სახლში რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერ შემატყობინებთ, გასაგებია? ხომ გაიგეთ? გასაგებია?
ქალბატონო სუდე, წასვლა უნდა და გავუშვი. კლიენტი ეხლა ხანს გავუშვი. თუ გინდათ, თქვენ მოგამზადებთ. ჰალე. გამარჯობა ქალბატონო სუდე. როგორ ხართ? საყვარელო. უმუდთან მქონდა საქმე, მაგრამ სამსახურიდან წასულა. მომიძებნე, კარგი? კარგი. მშვიდობა? მშვიდობა. შენ საქმეს მიხედე. აღარ მოგაცდენ. შეხვედრამდე. ჰალე. უმუდ სათხარ. რა ვიცი, დილიდან სამსახურს ვეძებ და არაფერი ჩანს. აქ ქალბატონი სუდია, შენთან უნდა დალაპარაკება. ქალბატონი სუდე, რა ხდება? უმუდ გამარჯობა საყვარელო. გამარჯობა ქალბატონო სუდე. როგორ ხართ? საყვარელო ძალიან ხელავ. ახლავე ტაქსიში ჩაჯექი და წამოდი. თანხას მე გადავიხდი. ბერილი მოგწერს მისამართ, სადაც უნდა მოხვიდე. ხო, მაგრამ ქალბატონო სუდე. ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მინდა შენთან დალაპარაკება. დარწმუნებული ვარ, შენც გაგიხარდება. რასთან დაკავშირებით? ახლავე წამოდი და გეტყვი. პირისპირ უნდა დავილაპარაკოთ. დროებით. დიახ. ფსიქოლოგთან ადრეც გვისაუბრია, მაგრამ ვერ დაგვეხმარა. ჩემს მას ვერაფერს გავაგებინებთ. სეანსიდან გარბის. მე ხელს მოვკიდებ, მივაბრუნებ, თავზე დავადგები, მაგრამ ხმას არ იღებს. არ ვიცი როგორ დავეხმარო. კარგით. კარგი, ამასაც ვცდი. მადლობა. ყვავილები გავგზავნე. ფისტას ნამცხვარით შევუკვეთე. იმ ფსიქოლოგს ელაპარაკე, მე რომ გირჩიე. ძალიან აქებენ, ყველა კმაყოფილია. ნახოთ. ეგეც ვცადოთ. გმადლობ. ჰაკან. თუ გინდა ცოტა ხნით ჩემთან დარჩი. ცუდად გამოიყურები. რიუსგარი ძალიან განერვიულებს. კარგად ვარ. სკოლის საქმეს რომ მოვაგვარებ, უკეთ გახვდები. ეს საქმეც მოვაგვარე. 3 სკოლა შეგირჩიე. გადაწყვიტე და დაველაპარაკოთ. საჭირო არ არის. თუ შეარჩიე, მე წავალ და დაველაპარაკები. გავიდეთ? აი ისიც. ალო. იქ, სადაც დამტოვე. ყოველ წელს უნდა დამირეკო? მივედი და გავიგე რომ სამსახურიდან წასულ ხარ საყვარელო. შეუძლებელია ეს დამთხოვა იყოს. ამ სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება. ყველაფერს თავისი ახსნა აქვს. რეაქცია რატომ არ გაქვს? ჩემმა ნათქვამმა არ აგახელვა? მე არც კი ვიცი რა გითხრათ. გაოცებული ვარ. თან იმ საღამოს უბრალოდ ვიდექი. Oturdum orada.
საიდან მოიტანეთ, რომ შეიძლება მსახიობად გამოვდგე? Nereden vardınız ki? მე არ შემიძლია. იცი იმ საღამოს შენ შესახებ რამდენმა ადამიანმა მკითხა. ძალიან ლამაზი ხარ. ლამაზი თვალები გაქვს და ხალხზე ზემოქმედება შეგიძლია. İşleyenlerin anlamlı bakışları ცოტა ნიჭიც და ყველაფერი რიგზეა. varsa tamamdır. Sana საუკეთესო მეწყვილეს გიპოვი. Yok yani არა. böyle მე ამისთვის არც დრო მაქვს და არც ფული. hem de param yok. ben მე დაგაფინანსებ. seni. შენში კაპიტალს მე ჩავდებ. Sen sadece შენგან მხოლოდ თანხმობა მჭირდება. ბევრსაც იმუშავებ და მორჩა. უმუთ. ტუბა ცნობილი როგორ გახდა? ყველაფერი ნულიდან დაიწყო. დაფიქრდი. გასაგებია. ისინი ხომ ძალიან ნიჭიერები არიან. და რა იცი რომ შენ არ ხარ ნიჭიერი? საყვარელო. პირდაპირ გეტყვი. როგორც წესი არავის ვეხოწები. პირიქით ხდება ხოლმე. kocam ქმართან დაშორების შემდეგ ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო და მგონია რომ ჩემთვის საუკეთესო დასაწყისი იქნები. başlangıç olacağını hissediyorum. თუ სწორად გავიგე, შენც ნულზე ხარ, Ama burada risk alan მაგრამ ამჯერად მე ვრისკავ. fırsat შენ წარმატებას ოქროს ლანგრით მოგართმევ. სადე? denersin. Beğen თუ არ მოგეწონება მაქსიმუმ 1 წელს დაკარგავ, ama ya başarırsan? მაგრამ თუ გამოგივა, O zaman შენს თავს იპოვი. შენი ცხოვრებაც შეიცვლება და სალონში, რა თანხასაც მთელი წლის მანძილზე გამოიმუშავებდი, ერთ სერიაში მიიღებ. Umut'u görmek ვიღაც ქალბატონს უმუთის ნახვა უნდა. გამარჯობა შვილო. გამარჯობა, გისმენთ. მე რეფეკა ვარ, ოზანთან მუშაობ. უმუთთან ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. შეგიძლიათ მასთან შეხვედრაში დამეხმაროთ. მიდი უმუთ. საფიქრალი რა არის? მე უბრალოდ არ მინდა იმედი გაგიცრუოთ. kendi არც ტყუილი ოცნება მინდა. საყვარელო, sen benim ენდე ჩემს გამოცდილებას. tecrübelerim sözleşmeye getir. ბერილ, ხელშეკრულება მოიტანე. ნახავ, მომავალ წელს სულ სხვა რამეზე ვილაპარაკებთ. თუ გინდა წაიკითხე. წაიკითხე, შვიდად რომ იყო. hoş geldin. მოგბრძანდით. ეს ვინ მოსულა? მოგბრძანდით, ჩემო ძვირფასებო. Hoş geldin. თუ იგუ საყვარელო. Canım. Hakan. ჰაკანმა შეარჩია, ფისტასია. Ay Hakan'cığım o kadar ჰაკან ფისტას ნამცხვარი ძალიან მიყვარს. harika. Hani zaten კარგ დროს მოხვედით. süper harika. Tam da şimdi yani. Sağ ol. უმუთ, ესეც ნიშანია. Bak bu da iş. ნიშანია. Bu da iş. ტორტი კარგი ამბის აღსანიშნავად მოიტანეს. Bizim yani. ეს საქმე აუცილებლად გამოვა. Görürsün. გაიცანით უმუთი. ჩემი ახალი აღმოჩენა. უმუთ, ესენი ჩემი ახლო მეგობრები არიან. ჰაკანი საუკეთესოა პიესების წერაში. მასთან ერთად მუშაობ. დუიგუ კი მისი მარჯვენა ხელია. სასიამოვნოა. სასიამოვნოა. ჩემთვისაც. აბა მოგბრძანდით. ნამცხრისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. რა სამბობთ? უკაცრავად. Beril'cim. ბერილ სტუმრებს ყავა მოართვი. Misafirlerimize güzel. ნახლავე ქალბატონო. Peki aslanım. Ay çok ვერ აღგიწერთ რა ბედნიერი ვარ. anlatamam. Ya რამდენი ხანია ასე არაფერი გამხარებია. sağ ol. მადლობა. Bu kızın ამ გოგოს საოცარი სხივი აქვს. şimdi ona der. რაღაცებს ვასწავლი და თუ ის გამოვა რაც მინდა, ღმერთო ჩემო დღეს რა საინტერესო დღეა. რაზე უნდა დამელაპარაკოს? ვეცადე გამეგო, მაგრამ არაფერი მითხრა. ძალიან მნიშვნელოვანია, პირადად უნდა ვუთხრაო. 5 წუთი მოусმინე, ხომ არ მოკვდები? დავპირდი, უმუთი შეგხვდებათ მეთქი. ჩაიხანაში გელოდება. კარგი ჰალე, კარგი. ერთი სული მაქვს, როდის გავიგებ სუდეს რა უნდოდა. რაზე გელაპარაკა მითხარი. არა, ეს საერთოდ დაგშოგავს. ტელეფონით ვერ გეტყვი. კარგად მოემზადე, საღამოს კი ამბობ. წინ საინტერესო საღამო მელოდება. იცოდე, იმ ქალს ნახავ. შენ თუ არ გაინტერესებს, მე მაინტერესებს. ხომ წახვალ უმუთ. დამპირდი. კარგი ჰალე. ნუ შემჭამე, წავალ. Ay bu უგემრიელესია. Mükemmel. ძალას და ენერგიას მაძლევს.
ქალბატონო სუდე. თუ ჩემთან საქმე აღარ გაქვთ, შეიძლება წავიდე. რა თქმა უნდა, ზვირფასო. გილოცავ. მადლობა. გილოცავთ. გილოცავთ. დიდი მადლობა. ტორტი მაინც გეჭამა. მე ჩქარება, სადღაც უნდა წავიდე. მეც გავალ თქვენის ნებართვით. რატომ ჩქარობთ? შეხვედრა მაქვს დანიშნული. გოქანი უნდა ვნახო. ეთილერისკენ მივდივარ. თუ გნებავთ, მე წაგიყვანთ. მე წავალ. ვნახავ საქმე როგორაა. Sen git buraya yakın zaten. კარგი. მართვის მოწმობა თუ შეიძლება. თქვენი პირველი როლია? სუდეს საიდან იცნობთ? ჩემს ძველ სამსახურში ჩვენი კლიენტი იყო. ამ თემაზე არასდროს გვისაუბრია. სახიობობაზე არც კი მიოცნებია. მეტიც. ჩემს დას ხარუნს რომ სახიობობა უნდა და მასე ვბრაზობდი. არ ვიცი მე რატომ ამირჩია. ვერ ხვდები, ჯერ კიდევ შოკში ვარ. ძალიან გულწრფელად მელაპარაკებოდა და მაშინვე დავთანხმდი. იმედი მაქვს რამე გამოვა და არ ვინანებ. უკაცრავად? გისმენთ? პოლიციაში ვარ, მანქანა ჩამომართვეს. რიუსგარ, 2 წუთის წინ ხომ გელაპარაკე, სახლში იყავი. რა ჩაიდინე? არაფერი გავერთე. კარგი, უნდა გავთიშო. არ ინერვიულოთ. მე აქ ჩამოვალ. აქვე ახლოსაა. დროს არ წაგართმევთ. ფეხით გავივლი. ახლოს ვართ, მიგიყვანთ. პრობლემა არ არის. დიდი მადლობა. წარმატებები. ქალბატონო უმუდ, გამარჯობა. გამარჯობა. თქვენი ფოტო მაქვს ნანახი, მაგრამ ცხოვრებაში უფრო ლამაზი ხართ. ძალიან ცოტა დრო მაქვს. სამსახურში უნდა დავბრუნდე. პირდაპირ საქმეზე გადავალ. ოზანი ჩემს ხელში გაიზარდა, ძალიან მიყვარს. მის ტანჯვას ვუყურებდი. იძულებული ვიყავი ტყუილი მეთქვა. ქალბატონმა ემელმა მითხრა, ოზანის კეთილდღეობისთვის ასე აჯობებსო, მაგრამ მე ამაში დარწმუნებული არ ვარ. მე თქვენი ნათქვამიდან ვერაფერი გავიგე. ოზანი დედამის ეჭხობა შენთან ლაპარაკის გამო. დედამისმა ის მოატყუა. უთხრა რომ ის დღეს სახლიდან საერთოდ არ გასულა. უთხრა თუ გინდა რეფეკას კითხეო. ოზანმა დედამის არ დაუჯერა. მოვიდა და მკითხა. მე გაფრთხილებული ვიყავი და პასუხიც მზად მქონდა. რომ ვუთხარი დედამისი მართალი იყო, კინაღამ გაგიჟდა. ასეთი ოზანი არასდროს მინახავს. ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვერ გივიწყებს. ძალიან იდანჯება. მე კი ამისატანა არ შემიძლია. ეს ხომ უსამართლობაა. დიდი მადლობა. ცხადია, აქ მოსვლით ძალიან გარისკეთ, მაგრამ თავის საფრთხეში ჩაგდება, ნამდვილად არ ღირს.
Lütfen ეს საუბარი ჩვენ შორის დარჩეს. Ozan'a bak. ძალიან გთხოვთ, ოზანს არაფერი უთხრათ. რატომ შვილო? ოზანს არაფერი დაუშავებია. ოზანის ოჯახს არ ვუნდივარ. İstemiyor. Zafer მამა ზაფერმა როგორ შემარცხვინა. dert. ეს ალკე საკითხია, მაგრამ თავარი ის არის, რომ მე ოზანზე ვარ ნაწყენი. მათყო არა ისე მიწოდა, არც კი მომისმინა. Ben onu მე მას ძალიან ვენდობოდი. მის გამო თავი საფრთხეში ჩავიგდე. Evet. ხო, მე ის მიყვარდა, Ama მაგრამ დარწმუნებული არ ვარ. şu an ეს ის კაცია თუ არა, ახლა რომ საუბრობთ. değilim. O yüzden ამიტომ yalnız კიდევ ერთხელ გთხოვთ, bizden ძალიან გთხოვთ. O yüzden ეს საუბარი ჩვენ შორის დარჩეს. bu konuşma არ ინერვიულოთ. ჩვენი ერთად ყოფნა მაინც არ გამოვიდოდა. müsaade. არ მინდა ოზანმა კიდევ უფრო მეტად ინერვიულოს, კარგი? დედა რეფიკა, საჭესთან ვარ. სასტრაფოა? ხო, სასწრაფოა შვილო, სასწრაფო. ახლავე მანქანა გააჩერე, რაღაც უნდა გითხრა. რა მოხდა? დედა, დედა, არც კი ვიცი საიდან დავიწყო. ეს როგორ გამიკეთე, დედა? რა? ძალიან კარგად იცი რაც. შენ მე მომატყუე. რამ გადაგრია შვილო, დამშვიდდი. Sakin ol. დედა, შენ უმოთი გინახავს. მასთან გილაპარაკია, მე კი სპექტაკლი დამიდგი. ყველა ვინც აქ მუშაობს გააფრთხილე, რომ სიმართლე არ ეთქვათ. რატომ დედა? ასე როგორ მომეკეცი? მე შენი თოჯინა ვარ? ასე რატომ ეკცევი, თოჯინა ვარ? საკმარისი ეს ფარსი. ბრავო. ბრავო დედა. ამ შენს სპექტაკლს ცხოვრებაში არასდროს დაგივიწყებ. ამ საქციელს არასდროს გაპატიებ, დედა. რიუსგარ. რა გიყო, რა გავაკეთო? რატომ არ ცდილობ დამეხმარო? Niye bana გეხვეწო თუ რა გავაკეთო? Yalnız არ გესმის? აზვიადებ. მართლა აზვიადებ. არ ვიცი, შეიძლება შენი სამსახურის ბრალია. ყველაფრის დრამატიზება გიყვარს. öyle bir შეიძლება მომკვდარიყავი, ან სხვა მოგეკლა. hem მართვის მოწმობა არა გაქვს და ჩემს მანქანას იპარავ. თითქოს ეს საკმარისი არ არის. აქეთ მიბრაზდები. ისე მეუბნები თითქოს მანქანის მართვა არ ვიცოდე. შვენი როდ მართავ. თანაც წესებს ყველა არღვევს. ben yapacağım biliyorum. ვიცი რაც უნდა გავაკეთო. სახლში კი არა, შენს ოთახში გამოკეტაო. Eve de değil odana. Gardi მე ვნახოთ როგორ მოიქცევი. კარგი, მიდი გააკეთე. ეს დედა ჩემია, დედა ჩემი, გესმით? ასე როგორ შეუძლია მოიქცეს? გაჩერდი შვილო, თაბრუდა მეხვა, დაჯექი, დამშვიდდი. დამშვიდი, რომ მეც აზროვნება შევძლო. ვერ გავიგე რა ხდება. როგორ დამშვიდე, მამა, როგორ დედა ჩემის ქმედებას გაამართლებ? ეს რა საქციელია? ეს როგორ ჩაიდინა? წარმოდგენა არ მაქვს, ეს როგორ გამიკეთა? შვილო. დედა შენის გამართლებას არ ვაპირებ. მაგრამ ცოტა ხნის წინ იმ ნაძირალამ ჩეკი გამომართვა. რა? ის ნაძირალა მამამისი ნამდვილი გამომძალველია. მისი შვილისგან რასელოდები. ასეთ ოჯახთან საერთო ვერ გვექნება. მამა, უმუთი მისი შვილი არ არის. ის კაცი გატყუებს. შენს დაფიქრდი, უმუთი ასეთი იდიოტისგან რას მიიღებს? მამა, თუ ღმერთი გწამს, უმუთის გაცნობა ცადე. შენ მაინც შეაფასე ის. ჩემი ხათრით, მამა. მე ის მიყვარს, ძალიან მიყვარს. თუ საყვარელ ადამიანს მე არ მივხედე, ეს მოგეწონებათ?
O zaman თქვენ სიმედრებს გავამართლებ? karşılığını vermiş olacağım. Bu mu yani? Baba. მამა, Bak, გთხოვ, ნუ შემეწინააღმდეგები. o yüzden იძულებული არ გამხადო, რომ სხვა გზა ავირჩიო. beni böyle İmitom rom. Çünkü რაც არ უნდა მოხდეს, უმუც არ მივატოვებ. მე ის ძალიან მიყვარს. აქამდე სათხარ. ქალბატონი ემელი სახლშია. გაგიჟებულია გესმის, გაგიჟებული. რა ჩაიდინე? Yılan უბეში გველი გამიზრდია რეფეკა. 15 წელია. 15 წელი ოზანის გამოვწვალობდი. Ozan için. Ne çektiğimi რაც გადავიტანე მხოლოდ შენიცი. bilmediğim doktor. ექიმი არ დარჩენილა რომ არ ყოფილიყავი. 2 dakika. შენ კი შვილი 2 წუთში წამართვი. Sana ხომ გთხოვე არ ჩაერიო მეთქი. oğlumu Vin xar şen. Düşünmek senin ne haddine be kadın. ვინ ხარ შენ? ვინ? ქალბატონო ემე მაპატიეთ. მაგრამ სინდისი ძალიან მაწუხებდა. ამიტომ წავედი. მოკეტე. შენი დახმარება არ მჭირდება რეფეკა. ბარგი ჩაალაგე და ახლავე გაეთრე ამ სახლიდან. ჩემი ამაგი ალალი იყოს თქვენთვის. იმედია ოდეს მე თქვენს მეტყვით მადლობას. არასოდეს. არასოდეს. ჰალე, მოიცადე. Gelsene. Dacaki. Lazım. რა ხდება? აქ რას აკეთებ? ყველაფერს გზაში აგიხსნი, წამოდი. Gel ben seni. სახლში დაგტოვებ, წამოდი. ის გოგო თავის ძმაზე და მამაზე უარესია. დები კიდევ. Kardeşleri de ყველაფერი გაგიგია, ჩემთვის კი აღარაფერი გითხოვს. ორივე მოგვატყვი. ყოჩახ, Bana yalan. ჩემი შვილის დაცვა მინდოდა. ისე უარყოფ? Çocuk ნერი მან ქოქსალი დაგძახა და გადაირიე. senin yaptığın რა ჩვენ გააკეთე ამაზე 100-ჯერ უარესია. dalavereler, dalavereler. Ya საკუთარ შვილს ეს როგორ გაუკეთე? kurar mı? Hadi კარგი, მას თავი დავანებოთ, მაგრამ მე რაღაც მატყუებდი. ის გოგო მოგეყვანა. გაგვეცნო. oğlan შვილისთვის კი მე აგვეხსნა. იქნებ თვითონ დაენებებინა თავი. şimdi ეხლა რა მოხდება? daha beter საქმე უფრო გაართულე. sarıldı. Adam შენ მის კაცურ ღირსებას შეეხე. haklı. Ben ოზანი მართალია, მის ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი. nasıl bir ეს რა წესია? sen რა კი შენ გააჩინე? უფლება გაქვს მისი ცხოვრებაც განაგო? ყველაფერს მემაბრალებ. Refika'yı რეფეკა შუაგზიდან მოაბრუნე. ne olursa olsun რაც უნდა იყოს ის ოჯახის საქმეში ჩაერია. ifşa etti. გრცხვენოდეს ემელ. გრცხვენოდეს. vicdan. ჭკუა სინდისი ყველაფერი დაკარგე. Bir gün geç. მოვადღე და ინანებ. მოხვალ და მადლობას მეტყვი. მაგრამ ძალიან გვიანი იქნება. Sonuç ეს ამბავი როგორც არ უნდა დამთავრდეს, მაინც მტყუანი ხარ. ქალბატონო გულჩინ გამარჯობა. სადმე მშვიდ ადგილას სასტუმრო დამიჯავშნეთ. ისეთ ადგილას ბევრი ხალხი რომ არ იყოს. დღეს მივდივარ. არ ვიცი რამდენი ხნით. შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ახალი სიყვარული, ახალი სამსახური. ნახე რა მოვიტანე. ჩააქრე. გიჟი ხარ. გიჟი კი არა ჭკვიანი ვარ. წმინდანი. დილით ხომ გითხარი ბედიკ წყალობს მეთქი. შენ კი დამცინე. საღამოს მართალი აღმოჩდი. დღეს შენი ბედნიერი დღეა. ხვალიდან ახალ ცხოვრებას იწყებ. ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს SBS ამ ემელოდებოდა. ჯერ მოიცადე. არაფერი უნახავს და უკვე დასკვნებს აკეთებს. არ ვიცი რა გამოვა. ნახოთ. იქნებ საერთოდ არც გამომივიდეს. საკუთარი თავის შეფასება ძალიან რთულია, მაგრამ წინ გამარჯობა გელოდება. ჭკვიანი ხარ.
ყველაფერი გამოგივა. სუდე მიცის, რასაც ამბობს. ტყუილად ინვესტიციას კი არ ჩადებს. რა თქმა უნდა, არ ჩადებს. უმუთ. თუ გაგიმართლებს სერიალს, შენი მონაწილეობით ვუყურებთ. ცნობილი გახდები. ჯერ თურქეთში, შემდეგ დუბაიში. არაბეთში. ფანებს ავტოგრაფებს აძლევ. ისინი კი ბედნიერებისგან ხტუნაობენ. უმუთ, ძალიან ავღელდი. შენ კი მშვიდად ხარ. შენი დები რომ გაიგებენ? მათი სახის დანახვისთვის ყველაფერს გავიღებ. წარმომიდგენია. და სუდე? თავისი მეტი ჩრობითაც კი მშვენიერი გახდა ჩემს თვალში. Kapasım geliyor. O böyle gıcıklıkları bile sevimli gelmeye başladı gözüme. ალო? პატარა. Bye. ბაი. მიდი მკითხე თორემ სადაცაა გასკდები. ცდილობ არ შევიმჩნიო, მაგრამ მართალი ხარ. Diyeceğim. Mayının კითხვაც კი მეშინია. okuyorum. მოსაყოლი არაფერია. იმ ქალსაც ვუთხარი. აზრს ვერაფერი შემოწლევინებს. ის ციგნი დაიხურა. რა გითხრა? ოზანთან არ მუშაობს? უბრალოდ შენ სანახავად მოვიდა? რას ნიშნავს სანახავად? ამ საკითხს თავი დაანებე. ხასიათი არ გამიფუჭო. შენ არ თქვი ხვალ ახალ ცხოვრებას ვიწყებთო. კარგი. ხვალინდელი უკეთესი იქნება. კარგი, იყოს მუსიკაც. იყოს. იყოს, მეგობარო. მესოდ, იცოდე, ყველაფერი არაჩვეულებრივად უნდა იყოს. ჩემმა მეგობარმა გოგოს ხელი უნდა სთხოვოს. Senin numaranı veriyorum Ozan'a. კარგი, ოზანს შენს ნომერს მივცემ და დაგირეკავს. კარგი ნახვამდის. ესეც ასე. ჰაკან, ძმაო, მადლობა მეგობარო. შენ რომ არსებობ, ამისთვის გიხდი მადლობას. რა გითხრა? შენს ისტორიაზე იმ დღეს სერიოზულად ვამბობდი, მაგრამ შენი რეიტინგი გაიზარდა. მომეცი, რაც გთხოვე და ვალში აღარ იქნები. ხვალ უმუც ხელი უნდა ვთხოვო და მე ვნახოთ. მას ძალიან ცუდად მოვეხეცი. ვაწყენინე. ასეთი სულელი როგორ ვარ? საკუთარი თავის მრცხვენია. ილოცე რომ ხვალინდელმა დღემ კარგად ჩაიაროს. რეფეკასთვის ისეთი რამეები უთქვამს, მეც კი დამაფიქრა. ოზან, მისი ფოტო არ გაქვს? ამდენს ვლაპარაკობთ, მე კი არც კი მინახავს. გუშინ გაბრაზებულმა ყველა ფოტო წავშალე, მაგრამ გაგაცნობ. შენ როგორ ხარ? ყველაფერი გზია? რამე ახალი ხომ არ გაქვს? არაფერი, ყოველდღიური პრობლემები. ხასიათს ნუ გავიფუჭებთ, ისეთი არაფერი. დედა შენს ელაპარაკე? მოდი ნურც ამ თემაზე საუბრით გავიფუჭებთ ხასიათს, კარგი? კარგი ძმაო. დიდი მადლობა ძმაო. ხო მართლა. კინაღამ დამავიწყდა. ხვალ ჩემი მეგობრის ქორწილია. ბავშვთა სახლში ერთად ვიზრდებოდით. სამსახურის მერე იქ მივდივარ წამოხვალ. მე რა მინდა შენ წადი. პატარძლის გარდა იქ არავის ვიცნობ. მარტო წასვლა კი არ მინდა. მოვიწყენ. ქორწილი კარგ ადგილასაა. გთხოვ, წამოდი. ჰალე, ჩასაცმელი არაფერი მაქვს. ნარც მე მაქვს. ხვალ წავიდეთ და ერთად ვიყიდოთ. ფატიხიც იქ იქნება. კარგ მაგიაში და ფარცხლინობას გაგიკეთებს. ტყუილად ნუ დავიხარჯებით. რამეს მოვიფიქრებ. ხარჯი არაფერია. როგორმე გადავიხდით. თავარია კარგად გამოვიყურებოდეთ. თავი მოვაწონოთ. ანუ მე მოვაწონო. შენ კი ჩემ გვერდით უნდა იყო. უარს არ მივიღებ. გადაწყვეტილია. მოდი ხარ და მორჩა. Geliyorsun ona göre. მამა? დედა სად არის?
შვილო, ქალებს უჭირთ იმის აღიარება, რომ არასწორად მოიქცნენ. ჩემოდანი ჩაალაგა და წავიდა. ყველასთვის ასე აჯობებს. ყველა დამშვიდება და კარგად იქნება. ფიქრობ ასე კარგია. დედა რეფეკა თავის ოთახშია. მეც ველაპარაკე. დარწმუნებული ხარ, რომ ეს რეაქცია სიყვარულის გამო გქონდა და არა იმიტომ, რომ დედა შენმა გაგაბრაზა. მაშინ შენ გვერდით ვარ, შვილო. არ იდარდო. ოღონდ ერთი პირობით. მის ოჯახს არ მივიღებ, არც იმ ნაძირალას და არც ოჯახის დანარჩენ წევრებს არ დაველაპარაკები. კარგი? იმ ოჯახში უმოც მხოლოდ დედამისი და მისი უმცროსი ძმა სცემენ პატივს. ისინიც იქ მხოლოდ იმიტომ არიან, რომ წასასვლელი არსად აქვთ. იქნებ ის შენში სიყვარულს კი არა, თავშესაფარს ეძებს. არა. ეს რომ ყოფილიყო მიზანი, დედაჩემთან დალაპარაკების შემდეგ უფრო დამიახლოვდებოდა. ჩემ შესახებ სახლში მოყვებოდა. როცა იცოდა მის ძმას რა რეაქციაც ექნებოდა, აუცილებლად მოყვებოდა. ტყუილს იტყოდა, ან ერთ ნაძირალას მისი ცოლად შერთვა უნდოდა და მასზე იქორწინებდა. არც ერთი გაუკეთებია, მამა, ძალიან გულწრფელი გოგოა. მე მასში დარწმუნებული ვარ, მამა, საოცარი გოგოა. ამას თავადაც ნახავ. მე მართალს გეუბნები. ძალიან შეგიყვარდება. აბა შენიც. გილოცავ, შვილო. მადლობა, მამა. მადლობა. კარგი. საღამო მშვიდობისა. გამარჯობა, ქორწილში მოვედი, მაგრამ გონი მისამართი შემეშალა. მე უმუთი მქვია. სტუმრების სიაში ჰალე უნდა ეწეროს. სწორად მოვედი? ქორწილი რომელ მხარესაა? საით არის ქორწილი? ნაკეთაა მობრძანდით. კეთილი იყოს შენი მოსვლა. გთხოვ. ერთი წუთით. შენი ხმა ძალიან მენატრება, მაგრამ გთხოვ, ჯერ მე მათქმევინე. სულელების შეჯიბრი რომ ჩატარდეს, ვიცი, პირველ ადგილს ავიღებ. მაგრამ ჩემს ყველა ნამოქმედარს შეგვიძლია ისე შევხედოთ, რომ ერთ სულელს შეუყვარდა. სიყვარულის არაფერი გაიგებოდა და ყველაფერი გააფუჭა. რეალურად ძალიან რომანტიკული შესავალი მქონდა, მაგრამ ეხლა ყველაფერი დამავიწყდა. ყველაფერი დამავიწყდა და იმას ვამბობ, რაც მახსენდება. იმედია ტექსტის ბოლო ნაწილს მაინც გავიხსენებ და თავს არ შევირცხვენ და ყველაფერს რიგის მიხედვით დავამთავრებ. შენს დანახვაზე ვშტერდები, უმუთ. უმუთ. სიყალბეს კარგად ვცნობ. ვიცი როგორია, როგორ გამოიყურება, რას ამბობს. 100 მეტრშიც კი ვცნობ. ამიტომ ყველაფერს გამადიდებელი შუშით ვუყურებ. ყველაფერს სიყალბე აღარ მაკვირვებს. მაგრამ ბუნებრიობა ჭკუას მაგარ გვინებს.
შენ ჩემი ცხოვრების ერთადერთი ჭეშმარიტება ხარ. თუ ამ კუთხით შევხედავთ, უკან არც კი მომიხედავს. მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა შენთვის ისე შემოხედვა იყო, როგორც სხვებს უყურებდი და ამისთვის ბოდის გიხდი. თხოვმა პატიე, მოიცადე, არ შემაწყვეტინო. სათქმელს ისედაც ძლივს უყრი თავს. მინდა გითხრა, რომ შენი ღიმილით ყველაფერს შეცვლი. მზად ხარ? უმოდ, მზად ხარ ცოლად გამომყვე. მე შენ ძალიან მიყვარხარ. ძალიან. გახდი ჩემი ცოლი. და ჩვენ ახალი ცხოვრება დავიწყოთ.